სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის, სოფლის ნობათის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია Wimbildan საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული სოფლის ნობათის პროდუქცია, რძე, მაწონი, არეჟანი, ხაჭო და სხვა სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს. სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმიურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნეს სექტორი დაახლოებით 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში ამოიღო. მათ შორის Wimbildan საქართველო 15-ჯერ შეამოწმა. ინსპექტორებმა დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე და არც ერთი დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას. სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს. ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.